მადლობა კიდევ ერთხელ დაპატიჟებისთვის. ვინც არ მიცემ გახლავთ არჩილ სიხარულიძე 2015 წლიდან ვიკლებ რუსეთს. როცა პირველად დამპატიჟა ბრიტანეთის საელჩომ გროზნოში. ეხლა არც ბრიტანეთის საელჩო და უკვე არც მოლაპარაკებარი წარმოება, მაგრამ მახსოვს დრო, როცა ჩვენი ევროპელი მოკავშირეები აქტიურად გვიწოდებდნენ მოლაპარაკებებისკენ. მე მგონია, რომ ჩვენ საუბრობთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, უნდა ორ ნაწილად დავყოთ. პირველი რაც არის ჩვენზე დამოუკიდებელი და მეორე რაც არ არის ჩვენზე დამოუკიდებელი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, ბევრი საუბრეთ აქ, ხო? ნათელი რომ ჩვენ აქ არანაირ როლს არ ვთამაშობთ. ჩვენ ვართ იძულებული ან გავყვეთ დინებას, ან არ გავყვეთ დინებას. და რამდენად ძლიერები ვართ მენტალურად, რამდენად მძლავრია ჩვენთან კრიტიკული აზროვნება და უნარი მოქალაქეების გაიაზრონ რა არის გეოპოლიტიკა, რა არის გეოპოლიტიკა, ამაზე დამოკიდებული, რამდენად ჩვენ სტაბილურად ვიქნებით. ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენთან ამის სერიოზული პრობლემა არსებობს. მოდით რუსულ მხარეზე ვისაუბროთ. მე გუშინ ჩამოფრინდი მგიმოვდან, სადაც წიგნის თავის პრეზენტაციას ვაკეთებდით საქართველოში მუსლიმურ თემზე და ადამიანურ კაპიტალზე და როგორი პოლიტიკა გვაქვს ჩვენ მუსლიმური თემთან დაკავშირებით. ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობაზე როცა საუბრობთ, მე სიმართლე გითხრათ ბოლომდე არ ხვდები რაზეა საუბარი. ტურიზმის სფეროში მაქსიმუმს ვაქვს მიღწეული, რომ გაიაროთ რუსეთში ყველგან სახინკლეები და სახაჭაპურეებია. ამაზე უფრო პოპულარული ქართული კულტურა და ქართველი ვიდრე ახლა არის რუსეთში და ცენტრალურ აზიაში, ვერასდროს ვიქნებით. ტურისტების რაოდენობა საქართველოში უბრალოდ ფენომენალურია. ყოველი მეოთხე ადამიანი აქ უკრაინელი, რუსი, აზერბაიჯანელი ან ვინმე სხვა ლაპარაკობს რუსულად. პირველად ჩვენ ხედავთ, რომ გაიხსნა სკოლები, ბაღები, შეიძლება არ ოფიციალური, მაგრამ სადაც რუსულად, უკრაინულად, ანუ მრავალფეროვნება შემოვიდა. ამაზე წინ წავსვლა, სიმართლე გითხრათ, მე არ მესმის როგორ შეიძლება, როცა ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა. პრობლემა ტერიტორიული თლიანობის და მეორე პრობლემა იმისა, რომ რუსეთში არსებული პოლიტიკური დებატი არის ერთი და მეორე არის გადაწყვეტილების მიმღები. ვინც გადაწყვეტილებას იღებს რუსეთში, ის იღებს მას გეოპოლიტიკური თვალსაზრისებიდან გამომდინარე და საქართველოს არის პატარა ძალიან ჭანჭიკი. ეს არის ის, რასაც საქართველოში არ ესმით. საქართველოსთან როცა უყურებ სოფლიოში, მგონია რომ ხარ სოფლიო შუაგულში, მას სინამდვილეში შენ ხარ სადღაც გარე პერიმეტრზე სამწუხაროდ და ამიტომაც ძალიან ბევრი ჩვენთან გოდება იმაზე, რატომ ამერიკა, რატომ ევროპა, რატომ რუსეთი არის გამოწვეული იმით, რომ ადამიანები არ გადიან საზღვარგარეთ, არ მოგზაურობენ ამერიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, რუსეთში და გონიათ, რომ მთელი მსოფლიო უყურეს საქართველოს პრიში და ელოდებიან სანამ ჩვენი საყვარელი ქართველები გადაწყვეტენ სად გვინდა. ეს ასე არ არის. და ამიტომაც ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა აღქმის. რა ხდება? რუსულ მხარეს ამ შემთხვევაში დღეს არ აქვს მზაობა, რომ გააგრძელოს დათბობა, იმიტომ რომ გაგრძელდეს დათბობა, უნდა იყოს რაღაცა ინიციატივა. რუსულმა მხარემ კარგად იცევ, ქართული ოცნება ნებისმიერ სერიოზულ ინიციატივას დიდი სიამოვნებით შეხვდება. მაგრამ ეს ინიციატივები ჯერ არ მოდის. რატომ? იმიტომ ისევე როგორც რუსულ საექსპერტო წრეებში უმრავლესობა ექსპერტების არის მოწყვეტილი ქართულ რეალობას, ჩვენთანაც იგივეა. ჩვენთან მეცნიერები, ექსპერტები ეს არიან ხშირად ადამიანები, რომელთაც არანაირ რეალურ ინფორმაციას არ ფლობენ. რომ მოусმინოთ რუსულ ექსპერტებს, ნებისმიერი მიტინგი საქართველოში არის ევრომაიდანი და მერტი შეკითხვა მაქვს, უბრალოდ საიდან მოგივიდათ ეს აზრად. საქართველოში თუ წვიმარი, მათი აზრით არის მზე. და იგივე არის საქართველოში. საერთოდ მე ფაქტობრივად ყველა ქვეყანა მაქვს მოვლილი პოსტსაჭოთა სივრცეში. ეს არის სერიოზული პრობლემა. რეალობა და აღქმადი რეალობა. მაგრამ ჩვენ უბრალოდ რუსეთს შეუძლია საკუთარ თავს მოვატყუოს ძალიან დიდი სახელმწიფო და იქ არის ხალხი, ვინც პასუხისმგებელია და ამას თავის ხელში აიღებს. ჩვენთან სამწუხაროდ არც პასუხისმგებელი ხალხი ჩანს ხანდახან და არც ექსპერტები არ ჩანან. თქვენ ჩართავთ ტელევიზორს და ხედავთ მსუბუქად რომ თქვათ ჩემი ნაბუდვარს. აი მაგათო თავ პირველ საზოგადოებრივ არხს. სადაც არიან სამოქალაქო აქტივისტები ბჭყალებში, ხო? ლაპარაკობენ ის რაღაცას, რომელიც რეალობაში საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს მიტინგები, იყო პატარა მცირე ჯგუფის მიერ თავდასხმა პარლამენტზე და ეს ადამიანები ლაპარაკობენ სოციალურ სამართლიანობაზე. რა კავშირში ერთი მეორესთან სიმართლე გითხრათ, მე არ მესმის.
ანუ თუ ჩვენთან არის კრიზისი, უნდა გავმართოთ რა არის კრიზისი, ნახოთ რა არის ცვლადები, შევაჯამოთ და მივიდეთ დასკვნამდე. ეს არის თქვენი ევროპა. მეც განათლება მიღებული მაქვს ევროპაში. როცა მას ვუყურებ, მე უბრალოდ ვიცინი ხომ, ჯერ მეცინება, მე უკვე აღარ მეცინება, იმიტომ რომ როდესაც მაგარ ჩემი კოლეგა ლეონ ურთქიფაინძე გამოძდა იქ მიტინგს თავს ესხმიან და ამ დროს ეს ადამიანი ლაპარაკობს იმაზე რომ ჩვენ ბერნი სანდერსის იდეოლოგია უნდა გავიზიაროთ ნეოკომუნიზმის მე ბოდიშს ვიხდი მაგრამ თემა სხვა რაღაცაზეა თემა არის იმაზე რომ რუსეთს ჯერ აღარ შეუძლიან არსურს და ჩვენი მხრიდან ჩვენ ხედავთ რომ ზოგიერთ ფუნდამენტური ჩვენი შეთანხმებები დაირღვა რა იყო ჩემი თაობის აი მე ვარ 36 წლის ადამიანი რომელიც პატრა ვიყავ სამოქალაქო ომი იყო ედიკას დროს ვიდექი მიტინგებზე მიშას დროს ვიდექი მიტინგებზე დამკვირვებლად მე არავის ხარეზარს არ ვიყავი ვარ მეცნიერი აბსოლუტა პოლიტიკური და რას ვხედავ რომ ჩვენი მხრიდან შეთანხმება არაძალადობრივ მიტინგებზე დაირღვა ჩვენი მხრიდან შეთანხმება იმაზე რომ პარლამენტის თავდასხმა არ შეიძლება დაირღვა ჩვენი მხრიდან იმაზე რომ წაგებული მხარე აღიარებს მარცხს არის ნებისმიერ დემოკრატიული სახელმწიფოს გზა დაირღვა და ვის მიერ დაირღვა ეს მცირე რაოდენობა პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანის მიერ პოლიტიკური ოპოზიციის მიერ რომელიც უკან დგას სამწუხაროდ ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო ან დასავლური სახელმწიფოს საქციელი განპირობებულია მათი გეოპოლიტიკური ინტერესით რაც არის ნათელი აბსურდულად მთელი სოფლიოსთვის. მაგრამ აღმოჩნდა და ეს უნდა ვისაუბროთ, არ არის ნათელი საქართველოში მოსახლეობის სადღაც 30%-ისთვის. ეს 30% არის აგრესიულად, რადიკალურად პროევროპულად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპული მომავალი არ განიხილება, არ იკამათება, არ განიზჯება. ეს არის ისტორიული მოწოდება და ამას თავს გახვევენ. მე ჩვენ ბავშვობაში ჩვენ ამას ვეძახდით კომუნიზმს და ნეოკომუნიზმს, იმიტომ ის რაც არ განიხილება, ის რასაც არ ვჭობდით, ეს იყო საბჭოთა დადებით და ნათელ მომავალზე, რომელიც არ დადგა. და ეს უნდა ვისაუბროთ, როცა შევსაუბროთ რუსულ მხარეზე გასაგები, ჩვენი მხრიდან რა ხდება? ჩვენთან მეცნიერება არ არსებობს. ჩვენთან ექსპერტებმა ჩაანაცვლეს მეცნიერები არის განდევნილები სფეროდან უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ სამოქალაქო აქტივისტები და ეგრეთ წოდებული პროფესორები უნივერსიტეტის რექტორები დარბიან ევროკავშირის დროში და სხვა ადამიანს ემუქრებიან თავის გატეხვით ამერიკის ელჩი ზის ჩუმად გასაგები ელოდება პრეზიდენტს და პაվել ხრეჩინსკი დარბის და რაღაცებს ლაპარაკობს რომელსაც პასუხისმგებელი არ არის ადამიანი მაგრამ კარგი დავანებოთ ამას თავი გასაგებია მაგრამ ის რომ ჩვენთან ეს 30% არსებობს და ყველა გზაზე ამბობს რომ მე ვარ ქართველი მაშასა და მე ვარ ევროპელი რა 1999 წელს ზურაბ ჟვანიამ განაცხადა როგორც პოლიტიკური სლოგანი რომელიც უკან არაფერი არ იდგა 99 წელს ქართველებს ამაზე გაეცინებოდათ. ეს იყო უბრალოდ სლოგანი, რომ ჩვენ რაღაცა დიდი მიზანი გვინდა ვიპოვოთ. ეხლა ეს სლოგანი გადაიქცა არასაგარეო პოლიტიკის საკითხად, ამიტომ რელიგიად, მორიგ ნეოკომუნისტურ დოქტრინად. დარჩა 70% მოსახლეობის, რომელიც არის დაბალანსებული, 7 ვიღაცა კონსერვატიული, ვიღაცა არაკონსერვატიული, ვიღაცას მარცაც უნდა ევროპაში, მაგრამ არის მეკნაკლად პასიური და ეს 70% უყურებს ამ 30%-ს ყოველი დღე როგორ ქმნიან რაღაცა პერფორმანსს პარლამენტის წინ 4-5000 ადამიანი ამას აგზავნიან მერე ევროპაში და უყვები რომ ქართველი ხალხი აჯანყდა. აი ეს არის ეხლა მაგრამ თავი პრობლემა და ამით ვამთავრებ რაშია. ჩვენ ხო ვიღაც უნდა დავუსვათ შეკითხვა ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. ანუ პასუხისმგებელი ვინ არის? როცა პოლიტიკოსი არ პოლიტიკოსს მეცნიერი აღარ მეცნიერებს. ჩვენ ხო არ წავთ ეხლა რობერტ დანიგენთან და პაվել ხრეჩინსკის ხო არ ვკითხავთ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება? მე როგორც მეცნიერი არ უნდა ვიდგე პარლამენტის ბარიკადებზე, მე არ უნდა ვიჯდე პარლამენტში და მე ეს არ უნდა ვამტკიცო. ხო? ეს არის ჩვენი განათლების სისტემის კრიზისის ბრალი. განათლების სისტემაში როცა ჩვენ 20 წელია 13 და 14 წლის ბავშვებს ყველა წინგში უჩვენებთ უპირველეს ევროკავშირის დროშას. და როცა ჩვენ სკოლაში შეხვდა ყველგან ევროკავშირის დროშები და საქართველოს დროშები.
რას ველოდებით ამ ბავშვებისგან? ეს ხო ბავშვები არიან. მაგრამ თუნდაც ღირსეულ ქვეყანაში ღირსულად უცხრონ. ეს ბავშვი როცა ხვალ გამოვიდა მოლოტოვის კოქტეილს გესრით თქვენ, ხო? ის ამას გულწრფელად გააკეთებს. მას არ აღელებს გეოპოლიტიკა, მას არ აღელებს ცოდნა, ფიხტე, იქ არ ვიცი, რენე დეკარტი, მას აღელებს თავისუფლება. მას არ გააჩნია არანაირი არგუმენტაცია, არანაირი ფილოსოფიური ცოდნა, მას ასე უთხრეს, სახელმწიფო ეუბნებოდა, ტელევიზორიდან ეუბნებოდნენ, სკოლის მასწავლებელი ეუბნებოდა, ჩვენ თუ არ გავჩერდით და სასწრაფოდ არ დავიწყეთ თავარი ლოზუნგის წარჩინება, რომ მე ვარ ქართველი და არან არის მაშა სადამე, ხო, დანარჩენი არის საგარეო პოლიტიკური ველის დებატის საკითხი. გვაწყობს ევროკავშირთან გავწევრიანდებით, გვაწყობს ნატო გავწევრიანდებით. მაგრამ აი ეს ლოზუნგი, რომ ჩემი სტუდენტობის დროს იყო პეკინის ქუჩაზე, აბრად გაკეთებული და დღემდე მახსოვს, რომ ფოტო ვერ შევინახე, რომ არ დაგტოვო ნატო საახალწლოდ მარტო, ხო? ან ვაჟა-ფშაველაზე იყო, რომ მე ვარ ქართველი, ან მე ვარ ნატოელი, მაშა სადამე ვარ ქართველი. იცით, ჩვენ ნათელის საბჭოთა წარსული ვერ ავაშენეთ, იმიტომ იქ იყო რელიგია და რა საღიაზრე. დღეს აი ამ 30%-ს ისევ აქვს ახალი რელიგია და სახელმწიფომ და პოლიტიკოსებმა, ცალკე მეცნიერებმა უნდა გახსნათ დებატი, გავარკვიოთ ეს რაღაცა ნეოკომუნისტური აზროვნება და ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში დღეს ეს 30% აღიზრდება, ხვალ გახდება 40, ზე გახდება 50 და ნუ მე მომწონს ხოლმე ჩემი კრიტიკოსებისთვის, რომელიც თავის დროზე ჩემთან რუსეთში დადიოდნენ და ეხლა წმინდა პეტრესავით სამჯერ უარყოს ყველაფერი, ხო? სიტყვებს ყოც ერთ სიტყვას ვამბობ ხოლმე, იცით, პუშკინს აქვს ბრწყინვალე პოემა, რომელშიც ახასიათებს იმ ადამიანებს, რომელთაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ თავისუფლებაზე, მაგრამ ისინი საკუთარ თავისუფლებას გულისხმობენ და რა თქვენს. მას აქვს ეს სიტყვები: "Ты рождён для дикой воли, ты для себя лишь хочешь воли." შენ ველური ბუნებისა ხარ დაბადებული, საკუთარი თავისუფლების მხრივ მხოლოდ. თუ ჩვენ ეს ნარატივი არ გავარკვევთ, დებატი არ დავიწყოთ, არ ვუთხარით, რომ თქვენი თავისუფლება, როგორც საფრანგეთის კონსტიტუციაში მთავრდება იქსაც იწყება ჩემი თავისუფლება, ჩვენ სამწუხაროდ ძალიან მალე შეიძლება ვიყოთ სერიოზული გამოწვევის წინაშე, როცა ეს 70% გახდება 60-50 და მე ჩვენ შეიძლება მართლა სამოქალაქო დაპირისპირებას აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ ნუ ჩემნაირი ხალხი და უფრო დასული ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ პარლამენტის შენობას ან რამე ამდაგვარს თავს დაესხნენ და ამაზე წყნარად ვისხდეთ და ბოდიში, მაგრამ მე რომ სურდეს, იცით, ბრიუსელის და ვაშინგტონის ფაშა დააჯენა თავზე, როგორც ადრე რუსეთი იყო, მაშინ მე მიტინგებზე არ გამოვიდოდი, იმიტომ მე მიტინგებზე თავის დროზე 90 წლებში და 2000 წლებში გამოვიდოდი თავისუფალი სიტყვისთვის, თავისუფალი გამოხატვის, რომ ჩემი თავი ჩემ თავს ეკუთვნოდეს. და რა იმისაც, რომ მე რუსებმა, ჩინელებმა, უკრაინელებმა, ამერიკელებმა რამე მითხრათ. ამას სჭირდება ვიმეორებ, რომ მეცნიერი აკეთებდეს მეცნიერებას, პოლიტიკოსი პოლიტიკოსობას, ჟურნალისტი ჟურნალისტობას და რა დღეს ყველა აქტივისტია, ყველა თავისუფლების მებრძოლია, სკოლა უნდა განთავისუფლდეს. მე ევროპაში და ბრიტანეთში ნასწავლი და არ მინახავს სკოლებში უკავშირის დროშები ეფრიალოს. იქ იყო მხოლოდ დიდი ბრიტანეთის დროშა. უნივერსიტეტში და იცით, ერთმანეთს კიდევ ვიტყვი, რჩევთ ალაპარაკო ევროპაზე, ხო? ესეც პრობლემაა. ჩვენთან ჩამოდიან ძირითადად ადამიანებს არავითარებენ საქართველოს ევროპულ აზროვნებას. ჩემი კოლეგა იყო ერთი და მინდა დავასრულებ, მაგალითად თუნდაც ევროპელი დიპლომატი იტალიელი, რომელიც მოსკოვში 90 წლებში ნამუშევარი იყო და ჩამოვიდა და მინდა ერთი დავათვალიეროთ თქვენი ქვეყანაა. დაათვალიერა და ვეკითხები, რას ფიქრობო? უთხარი და იცით რაღაცა ძალიან მაგონებთ აი ამ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს, რომ ბევრი ფორმა ნაკლები შინაარს. ანუ ყველგან გიკიდიათ ევროკავშირის დროშები, მაგრამ ერთი შინაარსობრივი ქმედება არ მინახავსო. აი ჩემს სამშობლოში იტალიაში მხოლოდ პარლამენტის შენობაზე ჩამგე დანარჩენი ასად ევროპული დროშა არ არის, მაგრამ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ხო, ამიტომ ვიმეორებთ, ამ ხრივ მე აბსოლუტურად იმედახარებ, რომ მე უნდა გისმათქეთ ქართულსმის ხმარ მიმიცია, ხო? იმიტომ მეჩვენა რომ არის მოთხოვნა მრავალფეროვნებაზე, უნდა იყოს. მაგრამ ამ ხრივ კობახიძეს სულად ვეთანხმები, რომ უნდა იყოს საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ძალიან ბევრი ლაპარაკი და 12 წელს განმავლობაში ქართველებმა ძალიან ბევრი შესწორება დაუშვეს. შეცდომები აღარ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ გავიმეოროთ. ამიტომ ან ეხლა ვაკეთებთ საქმეს, ამ შემდეგში ჩვენ უბრალოდ გაგხლეჩენ და გაგუკეთებთ იმასაც, ყოველთვის გვიკეთებდნენ. ხო? დაგვაპირისპირებენ და ამინ დამთავრდება თქვენი ევროპული მომავალი, საბჭოთა მომავალი და მისის სხვა მომავალი. მადლობა.